მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე. უნდა გითხრათ, რომ უკვე 102 დღეა, რაც მუდმივად მიმდინარეობს და ყოველდღიურად მიმდინარეობს აქცია ჩვენ ქალაქში და რაღაცერად მინდოდა, რომ ისეთი თემები შემერჩია, რომელიც საინტერესო იქნებოდა და რაღაცა ფორმით გადაებმებოდა იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში არის და დღეს შევარჩიეთ ასეთი თემა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ მედია წიგნიერებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იმ უნარების, იმ სკილების განვითარება ადამიანში, რომელიც დაეხმარება ადამიანებს გაარჩიოს სწორი და არასწორი ინფორმაცია, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ვართ ეპოქაში, სადაც ძალიან დიდი ფილტრაცია არის საჭირო, რომ ინფორმაცია სწორად გაცნობიერდეს და სწორად მივიდეს ადამიანებამდე. და ძალიან ცოტა ხნით ადრე მე მახსოვს, როცა მე სტუდენტი ვიყავი, როცა მოსწავლე ვიყავი, პირიქით იყო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა ადამიანამდე, ეს იყო თან მით უმეტეს ბეჭდური და მედია საშუალებებით ეს იყო რაღაცნაირად აღიქმებოდა როგორც ძალიან სანდო ინფორმაცია და ეს უნარები წინათაობის ადამიანებს ასე თუ ისე აქვთ დარჩენილი და იქედან გამომდინარე, რომ თუ კი ადამიანი აცხადებს, რომ ის სადღაც ეწერა, სოციალურ ქსელებში ნახა, რომელიღაცა წიგნში, ჟურნალში ან გაზეთში ამოიკითხა და ამ ინფორმაციისადმი არის სანდოობის ძალიან მაღალი ხარისხი. უნდა ითქვას, რომ ეს მკლადასი არ არის და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მკლადასი კი არა და არ არის ხოლმე ასე და დღეს ჩემს სტუმართან თამარ გაბელაიასთან ერთად ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე. თამარ გაბელაი არის Smart Talk აკადემიის დამფუძნებელი და ძალიან დიდი სიამაყით უნდა ვთქვა, რომ თამარი არის ჩემი ყოფილი მოსწავლე, ჩემი ყოფილი აბიტურიენტი და რაღაცერად კი ხედავთ, როგორი გამორჩეული და განსხვავებულია და მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ასეთი გამორჩეული, განსხვავებული არის და იყო ყოველთვის მისი აზროვნება და დღეს ახლა მით უმეტეს, როცა მან პროფესიული უნარები განივითარა და მინდა რომ თამართან ერთად ვისაუბრო ამ საუკუნის, ასე ვიტყოდით, ერთგვარ ჭირზე, როდესაც ადამიანები ცდებიან ინფორმაციის მიღების დროს, ინფორმაციის შეფასების დროს და იმ არხების შეფასების დროს, რა არხებიდანაც ეს ინფორმაცია მოდის. თამარ, მოკლედ არ ვიცი, ახლა ცოტა დიდი შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ მე მგონი, რომ სხვანაირად შეიძლება ის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აქ ვართ 102 დღეა, ერთ-ერთი მიზეზი ამისა გახლავთ ზუსტად ის დეზინფორმაცია, რითაც ადამიანების ტვინები არის მოწამლული და რაღაცაირად ჩავშალოთ, ხო? რას ნიშნავს ზოგადად ინფორმაცია, როგორ ვიღებთ ინფორმაციას და ძალიან საინტერესო იქნება შენ ორგანიზაციაზეც თუ ილაპარაკებ ცოტას. ბევრი კითხვა მოგაყარე, მაგრამ შენ დაავაგებ. დავიწყოთ ჩემი ორგანიზაციით, რომელიც ახლა არის რეორგანიზების პროცესს გავდივართ. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, აგვეღო პირადი პასუხისმგებლობა, ამას ძალიან ხშირად გავიმეორებელბო დღეს. რადგან ჩემი პლატფორმა Smart Talk-ი თავდაპირველად იყო უბრალოდ ენის შემსწავლელი აკადემია, ასწავლით ფრანგულს და ინგლისურს, მაგრამ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ცოტა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამაღლდეს საზოგადოებაში განსაკუთრებით ახალგაზრდებში ცნობიერება მედია წიგნიერების შესახებ, სხვადასხვა სახის ინფორმაციების შესახებ, იმიტომ რომ როგორც ლალიმ აღნიშნა, დღეს ფართოდ ვართ გარშემორტყმული ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციით, განსაკუთრებით სოციალებზე აქვს წვდომა უმეტესობას ალბათ მოსახლეობის და სისტემატიურად, ასე ვთქვათ, იბომბება ადამიანი ამ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. აქედან გამომდინარე, Smart Talk აკადემია დღეს ატარებს უფასო ლექციებს, საჯარო გამოსვლებს ამ თემების ირგვლივ და არ მხოლოდ ამ თემების ირგვლივ. დღეში არიან. რათა ავამაღლოთ საზოგადოებაში ცნობიერება ამ საკითხების გარშემო. ვაპირებთ ჩავატაროთ კვლევები სკოლებში, დავადგინოთ რა საჭიროებები აქვთ ახლა ახალგაზრდებს, რა თემებზე სურთ მეტი ინფორმაციის მოპოვება და აქედან გამომდინარე ამის შემდეგ შევადგენთ უკვე სპეციფიკურ პროგრამებს. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მისინფორმაციას, მალინფორმაციას, ეს ძალიან დიდი თემაა. როგორი თავგანწირულები გარბიან კაცო, აი პირადი პასუხისმგებლობა აქვთ. პირადი პასუხისმგებლობა ამათ აქვთ თუ?
თავის საქმეს აკეთებენ, ხო? ასე უნდა იყოს ადამიანი. ყველა ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ საქმეს უნდა აკეთებდეს. კი, ნამდვილად. ანალოგიურად ჩვენი მთავარი პრობლემა და საფიქრალი რაც არის ამ საკითხთან დაკავშირებით არის ზუსტად ის, როგორ უნდა მოახერხოს ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა ამ ინფორმაციის ტალღაში ლავირება, როგორ უნდა გაარჩიოს ყალბი რეალური ინფორმაციისგან, რა სახის ინფორმაციებს ხვდებით ზოგადად, სანამ დეзინფორმაციას საუბარს დავიწყებთ, უნდა გავიაზროთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება დაიყოს 4 კატეგორიად. ერთი არის ჭეშმარიტი ინფორმაცია. ჭეშმარიტობა მისი მდგომარეობს იმაში, რომ ეყრდნობა ფაქტებს და აუცილებლად არის გადამოწმება იმისი ჭეშმარიტება. არსებობს არასრული ინფორმაცია, სადაც არ არის საკმარისი ფაქტები, ან არის გარკვეულწილად манипуლირებული რაღაც დანიშნულებით ეს მოწოდებული ინფორმაცია, არის ყალბი ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულად არასწორია და შეგვიძლია ჩვენ ჩვეულებრივ შევამოწმოთ მისი ფაქტებთან შეუსაბამობა და არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც ამ არც ერთ სამ კატეგორიაში არ შედის და ფიზიკურად შეუძლებელია დავადგინოთ ჭეშმარიტი ეს ინფორმაცია თუ ყალბი. ამის შემდგომ ნებისმიერი ინფორმაცია ზუსტად ამ ლინზაში უნდა გატარდეს და აქედან გამომდინარე უნდა განვიხილოთ რა კატეგორიას მიეკუთვნება. აი ხა თუნდაც ჩვენმა მაყურებლებმა ამ პირადად შენ სოციალურ ქსელში შენ ნებისმიერ პლატფორმაზე რომ მოძებნა ბოლო პოსტი რა გაქვს გაზიარებული ან ბოლო რამდენიმე პოსტი რა გაქვს გაზიარებული. შენი აზრით პროცენტული რაოდენობა რამდენია ისეთი ინფორმაციისა, რომელიც პირადად შეამოწმე რამდენად არის ჭეშმარიტება. პირადად აი მაგ რისკის გამო ყოველთვის ვცდილობ რომ კონტენტი თავად შევქმნა და ნაკლებად გავაზიარო, ან როცა ვაზიარებ, აი ყოველთვის რაღაცა ძალიან ვფიქრდები ხოლმე რა, რომ რას ვაზიარებ, მით უმეტეს რომ ძალიან დიდი სამყავს, ანუ მაქსიმალური მყავს ლიმიტის სოციალურ ქსელში, ანუ Facebook-ს გულისხმობ და რაღაცნაირად უხერხულია რა, მით უმეტეს ჩემი სტატუსიდან ახლა უნივერსიტეტის პროფესორი და იქ ადგე და ისეთი რამ გადააზიარო, რაც არ არის შემოწმებული, მაგას ვერიდები ხოლმე და მაგრამ როცა ვაზიარებ, მაქვს ეს აი უშუალოდ ან პირველ წყაროდან, ძირითადად რა ახლა იმას ვაზიარებდი გურიაში, რომ ადამიანები აი ბოლოს ის გავაზიარე, რომ დრონით როგორ ეხმარებოდნენ ბიჭები და რაღაცა ძალიან კარგი იყო მომეწონა ეს პროცესი, ცოცხალი პროცესი იყო და ჩემთვის აი როცა ვაზიარებ რაღაცას მარტო ის არა შინაარსობრივად რას ვაზიარებ, რაღაცა მესიჯს უგზავნი ხო საზოგადოებას და ჩემთვის ეს იყო მესიჯი, როგორ შეიძლება ტექნოლოგიებმა და აი განათლებამ შეცვალოს ყოველდღიურობა, აი აზრადაც რო არ მოგივიდოდა, რომ დრონით შეიძლება თოლში ჩარჩენილ ადამიანს საკვები და წამალი მიაწოდო, ხო? უკვე ეს აბსოლუტურად რეალისტური ამბავი. თუნდაც რამდენიმე წლის უკან მაგაზე არ ვიფიქრებდით, ხო? და ეხლა უკვე ხო, ძალიან რეალისტურია. კიდე რაც არის სოციალური ქსელების სენი არის, რომ როცა შედიხარ ინტერნეტ სივრცეში, ძირითადად იმ ინფორმაციას აზიარებ, ნუ ეს შენ კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ არ არის ძალიან კარგი, ესე იგი პასუხისმგებლობით ეკიდები იმ კონტენტს, რასაც შენ აზიარებ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, რაც გვემართება არის ის, რომ რა იდეებიც გვაქვს, რასაც ვფიქრობთ, მხოლოდ იმ ინფორმაციას გავაზიარებთ, რაც ეთანხმება ამ იდეებს. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მოსაზრების მსგავს იდეას ვხედავთ და ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, რახან ეს ინფორმაცია ჩვენ გვეთანხმება, ამას ვაზიარებთ. მიუხედავად იმისა, რომ ესეთ დიდი ტალღა არის ინფორმაციის, ძალიან მარტივად შეიძლება გაფილტრო. თუ რაღაც ინფორმაცია არ მომწონს, ან გვერდს დავბლოკავ, ან დავარეპორტებ და აღარა მომიგდებს ამ ტიპის ინფორმაციას, რაც საბოლოოდ კი ჩემი ნერვებისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ გამოიწვევს იმას, რომ ვიქნები ინფორმაციულ ვაკუუმში. ვიქნები რაღაც ექოს ოთახში, სადაც უბრალოდ იმ ინფორმაციას ისხლიტავს ყველაფერი, რასაც მე ისედაც ვეთანხმები. და ამიტომ აქედან გამომდინარე ხდება ზუსტად იწყება პოლარიზების პრობლემა, იმიტომ რომ ყველას ჩვენი გუნდი გვყავს, ჩვენი მოსაზრების მქონე ხალხი გვყავს და იმდენად რადიკალურად განსხვავებული ჯგუფებია, ძალიან რთული აქვს შეინარჩუნო ზუსტად ეს უნარი, რომ გაარჩიო რა არის რეალურად ისეთი ინფორმაცია, რაც შეიძლება არ გეთანხმება შენ, მაგრამ არის ჭეშმარიტი. რა არის ისეთი, რაც გეთანხმება, მაგრამ არის სრულებით არასწორი და არ ეფუძნება ფაქტებს. და დეзინფორმაციის შემთხვევაში ეს დეзინფორმაციას და მისინფორმაციას ვიყენებთ როგორც ქოლგა ტერმინებს, მაგრამ განსხვავება არის ძალიან დიდი. აი მაგალითად მისინფორმაცია ზოგადად ნიშნავს, როცა მიზანი არ აქვს რაიმე ისეთი ბოროტული ინფორმაცია, უბრალოდ შეცდომა დაუშვი, მაგალითად გეგონა რომ ბათუმში თოვდა, გააზიარა, გაგიხარდა. არავის ამ ძიანი არ ადგება. დეзინფორმაცია აი იცით ეგეთ შეიძლება იყოს ის, აი მაგალითად აზიარებდნენ ჩინეთში როგორ დადიოდა 4 წყება ავტომობილების და როგორ წმენდდა თოვლს და აზიარებდნენ თითქოს ეს თბილისში ხდებოდა და ეს ერთ-ერთმა ტელევიზიამ იმედმა მე მგონი
მიზან მიმართულად გაუშვა. ანუ მალინფორმაცია ზუსტად როცა აღებულია ეს მის ინფორმაციას არ ეკუთვნის? არა, იმიტომ რომ მის ინფორმაცია არის შემთხვევა, როცა უწყინარად ესე მართალია კოლგატერმინად იყენებენ, მაგრამ ცალკეულად მის ინფორმაცია არის, როცა უბრალოდ შემთხვევით შევცდი, არ გადავამოწმე, ან თარიღი არ დავაზუსტე, მეგონა დღეს იყო და 2 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ რაღაც მიზანი ან განზრახვა იმის უკან არ იმალება არავით არის. რაღაც ისეთი, ვისაც ზიანი მიადგება, ვთქვათ. და აი ეს არის მალინფორმაცია ზუსტად. რეალური ფაქტია, რეალური ფოტოა, მაგრამ ისე არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, ისე არის ასე ვთქვათ, მოდიფიცირებული, რომ რაღაც message box-ი მიიტანოს, გაჩვენოს, რომ აი ეს აქ ხდება, აქ ვითარდება და დეზინფორმაციას რაც შეეხება, დეზინფორმაციის შემთხვევაში შესაძლოა იყოს საერთოდ არარეალური ფოტოები მოტანილი. ხელოვნური ინტელექტის მიერ აი deep fakes რასაც ვეძახით, ესეთი deep fake ინფორმაცია იყოს მოტანილი, გამიზნული კამპანია, აი ტროლბოტების ქარხანა რაზეც სისტემატურად მუშაობს, სადაც ამის საწინააღმდეგო არის fact checker-ები, ანუ ფაქტების შემოწმებლები, რომლებიც ფიზიკურად ვერ დაეწევიან იმ რაოდენობის ტროლბოტების ქარხანას, როგორი ინტენსივობით ისინი დღეს მუშაობენ. სწორედ ამიტომ რამდენჯერაც შეგვხვდება დეზინფორმაციული სახის პოსტი, რამდენჯერაც შეგვხვდება მალინფორმაციული სახის პოსტი. ყველა შემთხვევაში უნდა დავარეპორტოთ და ამას გარდა თუ გვექნება დრო და რესურსი, უნდა ჩავდოთ ფაქტების მოძიებაში, ფაქტების გავრცელებაში, იმიტომ რომ ერთადერთი მეთოდი, რისით შეგვიძლია დეზინფორმაციას ვებრძოლოთ, არის სწორი დასაბუთებული ინფორმაცია. ანუ გამოდის, რომ ესეც რაღაცნაირად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილი ხდება, ხო, რომ აი შენ თუ ქუჩაში ვთქვათ ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანები შეცდომაში შეყავს, შეგიძლია რომ მას მიუთითო, ზუსტად იგივე უნდა გააკეთო სოციალურ ქსელებში. მე მაქვს კიდე ერთი ინდიკატორი. აი 3 წითელი ძახილის ნიშანით რო იწყება და რაღაც ეგეთი და რაღაცა პანიკური და რაღაც ეგეთი მითი რო არის, ეს ვიცი რომ უკვე clickbait-ის clickbait-ი რა არის? ეს არის აი დაწკაპუნების მახე, ყურადღების მახე, რაღაც ისეთი სათაური, რომელიც მიიქცევს შენ ყურადღებას. ეს არის ნახვების დასაგროვებლად, ინფორმაციის, ძირითადად qalbi ინფორმაციის გასავრცელებლად, მაგრამ აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ qalbi-ია ეს ინფორმაცია, მაგრამ ზუსტად ერთ-ერთი ინდიკატორია იმის, რომ შესაძლოა გადამოწმება საჭიროებდეს. ამას წერენ ხოლმე მაგალითად ანრი ჯოხაძემ მეხუთე ცოლი მოიყვანა. შეიძლება სულ ერთად რამდენი ყავდა, მაგრამ ნუ დაგაინტერესებს გადახვიდე. მე ვიცი რომ ერთიც არ ყოლია. ხო, ან შენ ინფორმირებული ხარ, მაგრამ ვინც არ არის ესეთი ეპატაჟური სათაურია, რომ შეიძლება მოუნდეს ადამიანს დაინტერესდეს. ესაც ცდილობენ, რომ დაიჭირონ ყურადღება ძალიან ხმამაღალი ფრაზებით. ძალიან რამდენიმე ინდიკატორი, მაგრამ თუ ამ საკითხს ვეხებით, განვიხილოთ, როგორ უნდა შევეხოთ ამ ინფორმაციას. პირველ შემთხვევაში დავსვათ და პირველ რიგში დავსვათ და შეკითხვა. რას ემსახურება? ცდილობს ეს, რომ ჩემში რაღაც ძაფრი ემოციები გამოიწვიოს, ერთად ტრაგედიებს როცა ეხება საქმე, სათაურებიც არის ისეთი, შეიძლება გაბიქებული იყოს ზედმეტად, რომ მეტი ემოცია აღძრას შენში. უნდა დავფიქრდეთ, რომელიმე კონკრეტული უმცირესობის წინააღმდეგ ხო არ არის ეს მიმართული, ვიღაცის დისკრედიტაციას ხო არ ემსახურება, რამდენად გაბუქებული შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როცა ამ ინფორმაციას შევეხებით, უფრო მეტად უნდა გადავამოწმოთ წყაროები, საიდანაც ეს ინფორმაცია მოდის. ამიტომ კი ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც მეტ ყურადღებას საჭიროებს ჩვენი მხრიდან და მეტ ჩართულობას. ძალიან საინტერესო არის აი უფროსი თაობის დამოკიდებულება ამ საინფორმაციოსთან. ну მოკლედ მე პირადი გამოცდილება მაგ დედაჩებთან ურთიერთობაში ну წარმოუდგენელია რა ისეთ შეცდომებს უშვებს თან ძალიან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანია თავის თავად ну ყოველ შემთხვევაში ჩემთან მიმართებაში არაფერი არ და შეეშლება ზუსტად შეუძლია და გამძაფრებულად ხედავს და წარმოიდგინეთ ახლა სოფელში მის მშობლიურ სოფელში ну დიდთოვლობა იყო და ზუსტად 15 წუთით ადრე ესაუბრა თანასოფლელს რა რომელმაც უთხრა ეხა ტელეფონი მიჯდება იმიტომ რომ რამდენიმე დღეა შუქი არ არის საერთოდ უშუქოთვათ მოწყოტილი ვართ რაიონს ну არანაირი ის არა გვაქვს კი საჭმელი ისეთი სოფელია რომ წინასწარ იმზადებენ იმიტომ რომ იციან რომ იკეტებიან და იქ სუჩაკეტილები არიან და ამიტომ კი საკვების პრობლემა არ აქვს მაგრამ შუქი რო არ არის ეს აწუხებთ იმიტომ რომ ტელეფონებს ვერ თავენ და გზა არ არის არც აწუხებთ ეხლა გზა თუ ახლა აი მე ისეთი შემთხვევა არ მოხდება ანუ ბედური შემთხვევა რაღაცა ჩვეულებრივად ცხოვრობენ მათ ყოველდღიურობას ეს არ შეხებია მაგრამ ზუსტად იცის რომ რამდენიმე დღეა შუქი არ არის უყურებს იმედს თავის მეგობრებთან ერთად და ეუბნებიან აი ფატი ხო ხედავ აა გაყავთ უკვე სოფელში ისა რა ქვია ნახე გზები აგე რა შედიან რაღაცა და და ისინი აცხადებენ იმედი აცხადებს რომ შუქი არის ძირითადად რამ ცოტა ხნით ითიშება ხოლმე აი ხო ხედავ აგე რა შუქი ყოფილა
ადამიანი ელაპარაკე ადამიანს. ესე იგი იმდენად აჟიტირებული იყვნენ ამ ინფორმაციით, რასაც ტელევიზიიდან იღებდნენ, რომ ჩემთვის ეს იყო ის შოკირებული ვიყურებოდი, რომ ხო ამ წუთს ელაპარაკე, ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი, გათამაშდა მთელი სცენა. ინფორმაცია სანდო პირველ წყაროდან, მაგრამ პირველ წყაროდან ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობდა, რომელსაც იცნობს, სახელი გვარი იცი და თვალებში ჩაგიხედია, ხო? და უჯერებ იმედს. ხო, აი ასე ჯებწყვევაში ну, ახლა ეს უკვე მგონი შენს კომპეტენციებს ცდება, ხო, უფრო ფსიქიატრიის არა, ფსიქიატრიის რაღაცა სხვა განზომილება რო არის, ამას ვგრძნობ. საკითხი უფრო თვითონ რამდენად სანდოდ მიიჩნევს იმედის ტელევიზიას, რას ფიქრობს იმედის ტელევიზიაზე თუნდაც. ეს არის მისთვის ის არა, იმედის ტელევიზიაზე არა. ნახეთ, ვიკვლიე და კვლევის ის არა ქვია, ცდისპირი აგერ, რა ვიცი, ოჯახში მყავს. ესე იგი ერთი რაც აღმოვაჩინე არის ის რომ იქ არის კარგი შოუები და ეს მოწონს და რო რჩება ამ შოუებზე გადართული ბარემ აყოლებს ამ იმას საინფორმაციო საშუალებებსაც იმას გადაცემებსაც უყურებს მეორე რაც არის იცი რა, იმდენად დაღლილია ამ დაძაბულობით და ყოველდღიურობით ის მოწონს. ვიღაცა ამბობდა ისეთი საქართველო მინდა იმედზე რო არისო და მე არ უყურებ და არ ვიცი რა საქართველოა იმედზე, მაგრამ ნუ ეთყობა არის რაღაცა პოზიტივი. ხო, ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ, არ იცი იმედზე როგორი საქართველო გვაქვს, ეგ მოგეწონოს. ხო, მაგრამ იმ გასართობებს რო უყურე იმდენად პროვინციულია, რომ რაღაცა ძალიან გამიჭირდა, რა ვერ შევძელი. რაღაცა განსაკუთრებით იუმორისტულები, რაღაცა, რა ვიცი, ამას რძენი იყო ჩემთვის, შეუძლებელი იყო, არ იყო ყურებადი რა. ხო და ამ შემთხვევაში, აი ეს მომენტი არის, ანუ რაღაცა მასაზე აქვს გათვლილი. მეტუმეტეს ყოველთვის სისტემატიურად რთული ინფორმაციის სმენა არის ძალიან რთული ყოველთვის. ეს არის უბრალოდ ადამიანის ბუნებაა ესეთი. შესაბამისად, თუ ესეთი მსუბუქი სახის ინფორმაცია ხვდებათ, უფრო მარტივად დასამუშავებელია. ბევრ ფიქს არ საჭიროებს, გონების დაძაბვას არ საჭიროებს, რაღაც კავშირების დანახვას არ საჭიროებს. შესაბამისად, გამზადებული, მოწოდებული პროპაგანდა არის ეს ერთგვარი, რომელიც ზუსტად ეგრე კონკრეტულ კატეგორიაზე არის გათვლილი, იმ კატეგორიაზე, რომელიც ამას მარტივად აითვისებს. დაღლილი ხარ სახში დასვენება გინდა, შესაბამისად, რაღაც გასართობი ეთერის შემდეგ, აი ამ სახალისო ინფორმაციას ჩაურთავ და ეს არის ძალიან ისე ჯაჭვური რეაქციასავით მიყვება და ყველაზე ცუდი რაც შეიმჩნევა ამაში ეს არის რომ ესეთი პატარა მარტივი ინფორმაციები ზოგადად ამას ქვია მის ინფორმაციის პარადიგმა რომ ამ შემთხვევაში ესეთი მარტივი ინფორმაციები მიხსიერების შეცვლასაც კი იწვევს ამაზე ჩაატარეს არაერთი ექსპერიმენტი შეცვლა სრულებით ერთმანეთთან არაფერ შუაში მყოფი ფოტოები მოგიტანონ, სხვა ინფორმაცია წააწერონ და შენს გონებაში ესეთი ჯაჭვი შეიქმნება ამათ შორის რომ თითქოს შენ ეს ვიდეო ან ფოტო რეალურად ნანახი გაქვს სულ სხვანაირ კონტექსტში აქედან გამომდინარე ეს ხდება ფორმირება და შემდგომ აზროვნების სხვაგვარი ჩამოყალიბება და ეს არის რეალურად ძალიან დიდი პრობლემა, როცა აი ამ კამპანიებს ვაწყდებით. და ნახეთ, ესე იგი რა გამოდის? რაღაცა მარტივად მოსანელებელი ინფორმაცია, რომელიც სასურველს ემთხვევა და აქეთ შენ თავაზობ აი ამ ადუღებულ რეალობას, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი უნარები, რომ ეს ინფორმაცია გადახარშო, ძალიან დიდი ინტელექტუალური სკილები, რომ გამიჯნო, შენ თავზეც გააკეთო კონცენტრაცია, რომ მსოფლმხედველობრივად მე რომ მეთანხმება, ვაი თუ ის არის, ანუ ესე იგი თვითკრიტიკული უნდა იყო. უნდა გქონდეს უნარი გაარჩიოს სწორი და არასწორი. უნდა გარდა ამისა უნდა იყო ინფორმირებული, აი მაგალითად სოფლიოს გარშემო და რაღაც ესეთი აბსტრაქტული სათაურები რო აწერია და ეს სახელის ნიშნებს რო ხედავ, იმგვერდებს ეგრევე ვშლი. იმიტომ რომ ვიცი. ხო, ანუ უნდა გქონდეს რაღაცა ძალიან დიდი ზოგადი ინფორმაცია და ძალიან დიდი უნარები და ძალიან ფართო მსოფლმხედველობა. ანუ რაღაცა დონეზე, რაღაცა სოფლიო პოლიტიკის დონეზე უნდა აზროვნებდე, რომ ამისი გამიჯნა შეგეძლოს და მოდი ეხლა და მოთხოვი ამ 70 წელს გადაცილებულ ქალებს, რომ ეს ყველაფერი გადახარჯონ და ეს ყველაფერი გააკეთონ. არ არის მარტივი. აი, ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ მეორე მხრივ თუ შევხედავთ, ყველა ადამიანზე თუ განვაზოგადებთ და ძალიან გავამარტივებთ ამ პროცესს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამას ჭირდება არის ის, რომ გქონდეს სურვილი, შენამდე მოვიდეს სწორი ინფორმაცია. თუ გაქვს შენ ამის სურვილი, რაღაც გზებს მოახერხებ, გამარტივებულ გზებს მოძებნი, თუ შენ გაქვს სურვილი შენამდე სწორი ინფორმაცია მოვიდეს, ოდნავ კრიტიკულად შეხედავ ამ ყველაფერს. ცოტა მეტ ადამიანს გაესაუბრები ამის შესახებ, მაგრამ მეორე პრობლემა არის, რომ თუ სხვა ადამიანები, რომლებიც მეორე მხარეს წარმოადგენს, ასე ვთქვათ, შენ არ გესაუბრებიან, შენ ვერავისგან ამ ინფორმაციას ვერ მიიღებ.
სწორედ ამიტომ არის ინდივიდუალური ჩართულობა. Facebook-ზე თუნდაც, როცა შეხვდებათ რაღაცა დეზინფორმაცია, იმის ქვემოთ თუ ვრცელი კომენტარი იქნება, ფაქტებით დახუნძლული, რატომ არის ეს ინფორმაცია არასწორი. შეიძლება თვალი მაინც მოკრას, რამდენიმე ესეთი ჯერი როცა იქნება, შეიძლება ოდნავ დაფიქრდეს. აბსოლუტურად ყოველს ეზარება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ამის კეთება ისე ჩანს თითქოს არ ვიცი, შეაყარე კედელს ცერცვი და ეს ცოტა დიდ ეფორტს, დიდ მცდელობას მოითხოვს ჩვენი მხრიდანაც, მაგრამ აქ მოდის ზუსტად ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ჩვენ უნდა გავუმარტივოთ მათ ეს ინფორმაცია, ჩვენ მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, არანაირად, ამიტომ უბრალოდ მოვითხოვთ რომ გამოიყენოთ. უკვე მეპარება. კი, ეს იწვევს პოლარიზებას ზუსტად. ყველას აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, ეს არის სიზარმაცის ფაქტორი და ეზარებათ ინფორმაციის გადამოწმება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ ეს საკითხი. და ბარემ სანამ ამ დეზინფორმაციას ვეხებით, გუშინ იყო მომარტი, ამიტომ კონკრეტული ჯგუფების მიმართაც შევეხოთ რა კამპანიები ხდება ხოლმე. საქართველოს მაგალითიც გვაქვს, უცხოური ქვეყნების მაგალითიც გვაქვს, ქალების წინააღმდეგ განსაკუთრებით სპეციფიკური სახელიც კი აქვს ამას, ამ ტიპის დეზინფორმაციას გენდერული ნიშნით. ქალების შემთხვევაში უცნაური რაც არის, აი მაგალითად ისეთ იარლიხს კი არ აგაკრავენ პირადად შენ, რომ ეს არის ევროპის აგენტი. არა, შენ შეეცდებიან, რომ შენ დემორალიზება მოახდინონ, წარმოგაჩინონ, არ ვიცი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, ეჭვი შეატანინონ შენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებში. ის კი არა, რომ შენ ხარ ქვეყნის მტერი, არა, ეს არის კაცებისთვის უშუალოდ ქვეყნის მტერი, ისეთ სერიოზული პოზიცია. ან კიდევ სტუდენტებს რაღაცა არაეთიკურად მიმართან, რაღაც. ზუსტად ნამდვილად. და ამისი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, არ ვიცი, მხოლოდ ძალიან კარგი ერთი ექსპერიმენტი შემხვდა, გუშინ შემხვდა პოსტი, შეამოწმე რამდენად კარგად იცი რა დეზინფორმაციები ვრცელდება. და აქ იყო სანამ არინის შესახებ, ეს არის ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1919-დან 23 წლებამდე იყო ფინეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მოღვაწეობის დროს გავრცელეს უბრალოდ ვიდეო მასალა, გექნება ალბათ ნანახი ნასვამი იყო კლუბში. ნასვამი უბრალოდ ცეკავს ერთაულ მეგობრებთან ერთად. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ეხლა ჩვენთვის ესეთი ტიპის გართობა არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჩვენ განსაკუთრებით კარგი. უფრო არაესთეტიკური ღიპიანი ცეკვები გვინახავს და გართობები. ეს იყო სპეციალურად გამიზნული. ეს არის ხა რეალური ფაქტი მოიტანეს და წააწერეს ამას ისეთი დატვირთვა მისცეს, რომ თითქოს ეს ხალი არის ამორალური. საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ ეკაბესელიას როგორი გახმაურებული საქმე იყო, როცა ესეთი დეზინფორმაციის კამპანია შეკრეს მის წინააღმდეგ. და ანუ ესეთი განზრახ ქალების წინააღმდეგ, ეს არ არის მხოლოდ ქალები, ეს ძიდილობითობით ხალხი ვერ იაზრებს, რომ ნებისმიერი უმცირესობა, რომელიც ქვეყანაში ნებისმიერი უმცირესობის წინააღმდეგ ანალოგიურად მარტივად აგორდება ესეთი ბინძური კამპანია. და ამიტომ მე არ მგონია ვინმეს, ალბათ ყველას გონია რომ უმრავლესობაშია თვითონ საქართველოში, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორი. არავინ არ არის დაცული. არავინ არ არის დაცული, ყველა უმცირესობაში ვართ საქართველოში. და არ არსებობს ადამიანი რაღაც სუსტი წერტილი რო არ კონდეს და ზუსტად აი იმაზე მიჭერით კეთდება ხოლმე ეს დეზინფორმაციები. მე რა მაინტერესებს იცი? აი ბავშვებთან როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით? ხანდახან რო ვუყურებ, მგონია რომ ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ რაღაცეები, მაგრამ აი ეს არასრულწლოვანებთან როგორ უნდა ვიმუშაოთ? არასრულწლოვანებთან განსაკუთრებით მარტივი დასანერგია ეს კრიტიკული აზროვნების უნარჩვევები და ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად არასრულწლოვანებში ეს კრიტიკული აზროვნება რომ დაინერგოს. არ მგონია რომელიმე მშობელი წინააღმდეგი იყოს იმის რომ თავის შვილს ჰქონდეს ესეთი მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც არა მხოლოდ ესეთი პოლიტიკური ფონის გამო, არამედ რეალურად ცხოვრებაში გამოადგებათ, ხო? ძალიან მარტივია არასრულწლოვანებთან ამ საკითხზე მუშაობა. ვეხმარებით, თუნდაც თამაშებით, გართობებით, შეგვიძლია შევაქმნათ რაღაც მოდელირება მაგალითად, რომ აი მოვიტანოთ რაღაც ინფორმაცია, რაღაც ისეთი კონტექსტი ჩავურთოთ ისე ძალიან ყალბად, ძალიან ისე საინტერესოდ, მათთვისაც რომ იყოს გასართობ. ეხლა ასაკსაც გააჩნია რეალურად, მაგრამ ესე თამაშებით შეიძლება მივახვედროთ, როგორ განასხვავონ ყალბი მცდარი ინფორმაცია რეალური ინფორმაციისგან. ნამდვილად უჭირთ, იმიტომ რომ წაკითხulis გააზრების დონეზე ძალიან დაბლა ვართ ჩვენ, ამიტომ ეს თავიდანვე არის დასანერგი, თუნდაც რასაც ლალის სკოლა აკეთებს, რომ ცდილობს მუდმივად ლოგიკის სამუშაოები ჩართოს, განავითაროს ლოგიკური უნარჩვენები. ეს ყველაფერი არის ჯაჭვურად ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგიტო ვიცი, რომ უჭირთ ძალიან ბავშვებს ადეკვატურად აღქმა ინფორმაციის და მით უმეტეს, როცა მასწავლებელი აწოდ, მასწავლებელს რამ ხელა გავლენა, როცა მასწავლებელი აწოდებს ამ ინფორმაციას, შეიძლება ეს ინფორმაცია სულაც არ იყოს ობიექტი, მასწავლებელი იყოს შეცდომაში შესული, ვთქვათ და იქედან გამომდინარე იყოს, ანუ შეცდომაში შესულმა მასწავლებელმა შეიძლება შეიყვანოს
შეცდომაში უკვე მოსწავლე და მასწავლებლის გავლენა უფრო მეტი, ამაზეც კვლევებია ჩატარებული, უფრო მეტია ვიდრე მშობლის. იდეები ყველას აქვს ხოლმე, განსაკუთრებით მასწავლებლის და განსაკუთრებით მასწავლებლების შემთხვევაში არის საფრთხო ყველაზე მეტად. იდეებს ამიტომაც არის რომ მე მივესალმები მას რაც ჩეხებმა გააკეთეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ უნდა გაეკეთებინა ეგ და ჩვენ დავრჩით ამ პროცესებს მიღმა აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ილუსტრაციის კანონი დაიდო და ის ადამიანები ვინც თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან ამ ადამიანებს აეკრძალათ მასწავლებლობა და ეს მგონია რომ რაღაცა ძალიან მაგარი რამე გააკეთეს იმიტომ რომ ფაქტობრივად დაასხვიეს მომავალი თაობა აი ეს ჩაჭრეს რა ეს საბჭოთა ცნობიერების რაღაცა ეს კი ეს არის ერთგვარი გარდაუვალი დისკრიმინაცია რომელიც საჭიროა ზოგ შემთხვევაში რომ გაიფილტროს სისტემა მსგავსი იდეებისგან მე ერთი ძალიან ტკივნეულ საკითხს უნდა შევეხო საერთოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ რაღაცა საზოგადოების სამოქალაქო აქტივობის ნაწილი მსოფლიოში ყველგან კეთდება ის რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ცდილობს რომ დაიცვან დეზინფორმაციისგან საზოგადოება და დეზინფორმაცია უნდა იყოს გაფილტრული აბსოლუტურად ყველა ასპექტის ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს აი უნიკალური შემთხვევა, როდესაც უშუალოდ სახელმწიფოსგან მოდის დეზინფორმაციის ძალიან დიდი ნაკადი და ერთი არის როდესაც სახელმწიფოს ხელისუფლებას ისედაც აქვს ძალაუფლება და პლუს კიდე ამასთან ერთად ამ დეზინფორმაციას ამატებს, ხო? აი ეს არის ძალიან რთული кейსი და ამას რა ეშვა? ლეგიტიმური ხელისუფლების პრობლემა არის. ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როცა ჩვენ გვაქვს საქმე დემოკრატიის უკუსლასთან. დემოკრატიის უკუსლიდან გამომდინარეობს ზუსტად ეს პრობლემა. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი სახის დეზინფორმაციები არ იქნება გამიზნულად გავრცელებული ხელისუფლების მიერ. კი რაღაც ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ესეთი საკითხები ეს ყველგან ხდება დიდი ალბათობით, მაგრამ ესეთი გამიზნული დეზინფორმაცია მოქალაქეების, აქტიური საზოგადოების, სტუდენტების, მასწავლებლების ნებისმიერი უმცირესობის მიმართ ესე აქტიურად ფსევდოხელისუფლება რომ იბრძვის, ეგ არის ზუსტად კიდევ ერთი იმის მიმანიშნებელი მაგალითი, რომ ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. რასაც ეს წარმოქმნის არის, როდესაც დემოკრატია ესე უკან დახეულია, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, სოციალური პრობლემები, არაფერს არავითარი ყურადღება არ ექცევა, რადგან მთელი მათი ინტერესი ახლა არის იმ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რომელიც მათ აქვთ ყურადღების ეპიცენტრის სხვა რაღაცეებზე გადატანაზე და არა იმ რეალურ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აქვს. აი კასპელებს რო პირდებოდნენ, რომ გეი ქორწინებებს აკრძალავთო, რაღაცა ამ ტიპის გეი ქორწინება ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება არის ეს ჩვენი ფსევდოხელისუფლების ულოცავმათას ამ წარმატებას ყველა რეგიონი უნდა მიყვეს დიდი ალბათობით. ეს აბსურდია უბრალოდ. ამ ზაფხულს მომიწია მოგზაურობა დანიაში და იქ იყო ერთი ძალიან საინტერესო მას წავაწყდი кейს, რომ აი სასტუმროს თანამშრომლებთან მომიწია რაღაცა ისა ტიპის ისა გასაუბრება და მოკლედ აღმოჩნდა, რომ დანიელები ძალიან ენდობიან საკუთარ ხელისუფლებას და როგორც აღმოვაჩინე, ეს იყო ზოგადად, აი ხათ რამდენიმე ჩემი კოლეგა იყო ნორვეგიაში მოგზაურეო და აი რაღაცა ისე მოხდა, რომ ეს ჩემს გარშემო აი ამ სკანდინავიის ქვეყნებში ბევრმა იმოგზაურა. მოკლედ ამ ზაფხულზე რაღაცა ერთიანი ინფორმაცია დაიდო. რა იყო ახლა ეს ერთიანი ინფორმაცია? რომ ადამიანები ენდობიან ხელისუფლებებს. საკუთარ ხელისუფლებას. ადამიანებისათვის ხელისუფლება არ წარმოადგენს საფრთხეს, არ წარმოადგენს იმას, რომ რაღაცა დაგბრალდება. არ წარმოადგენს იმას, რომ რაღაც არასწორი ჯარიმა მოგივა და რაღაცნაირად ეს თვითონ აი ფინური განათლების სისტემას რატო არის წარმატებული? მთელი განათლების სისტემა დაფუძნებული არის ნდობაზე. ანუ მასწავლებელს ენდობა მოსწავლე, მასწავლებელი ენდობა სახელმწიფოს, რა ვიცი, ენდობა განათლების სამინისტროს. ანუ აი ეს ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, რომ ლაპარაკობენ, იქ ვაი თუ ეს ასე არ იყოს, აი ეს მომენტი არ არის, ხო? ხელისუფლების უმრავლესობა არის ქალი.
ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ალბათ ამის ეს ძალიან ისეთ რენდომ ინფორმაცია. კი, ამის ოპოზიტი, მაგრამ ასევე საინტერესო შემთხვევა არის მაგალითად საფრანგეთი, სადაც ხშირად ამბობენ, რომ ჩვენს ხელისუფლებას, ან ჩვენი პრეზიდენტი გვიყვარს და გვიხარია მხოლოდ 2 დღე მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, როცა მოდის და როცა მიდის. ესაც კიდევ ერთ-ერთი გზა არის, ასე ვთქვათ, შენ მიერ მოყვანილი ხელისუფლება რომ ყავდეს კონტროლში. ანუ ევროპა ერთგვაროვანი არ არის. ერთგვაროვანი ნამდვილად არ არის და ეს ორივე მაგალითი, ეს ორი პოლუსია. დაყავა მომიტანა შენ დღეს. უშაქრო, ბათუმური და როგორ მოვიტანე, შენ არიცი რა როგორ ვიმუშავე იმაზე რომ შენამდე ყავა მოსულიყო. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ლალი. თან როგორი ლამაზი ჭიქებით. აი ჩვენ ბათუმელები, სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა ვიყოთ, ასეთი ძალიან პრანჭისკული ჭიქებით მივიდნენ. შენ ლალი განსაკუთრებით, შენ გამოირჩევი სულ. განსაკუთრებული ვიზუალის ჭიქებით. რამე ხო არ დაგჭა სათქმელი, ისეთი რაიმე ხო არ არის, რომ გინდა თქვა და მე არ მეკითხავს. მნიშვნელოვანი რაც გამოგვრჩა ალბათ არის როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დეზინფორმაციას, რასაც ისე თუ ასე შევეხეთ, მაგრამ მაინც ერთიანად ჩამოყალიბებულად რომ ჩავიაროთ, რაც შეგვიძლია არის პირველ რიგში დავსვათ კრიტიკული შეკითხვები, რაც ქმნის საჭიროებას იმისას გადავამოწმოთ უნდა თუ არა ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გადამოწმებისთვის რას ვაკეთებთ? ვამოწმებთ ვინ აზიარებს ამ ინფორმაციას. არის თუ არა ეს სანდო მედია საშუალება. ამ შემთხვევაში თუ სანდო მედია საშუალების სახელი აქვს, უნდა შევამოწმოთ დომენი, შევამოწმოთ ფაქტების მიერ რამდენად ემხრობა ფაქტებს. ნუ ეს არის პირადი პასუხისმგებლობა რაც გვაქვს, ამას გარდა ჟურნალისტებს თავის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და ეს არის ნუ ჯამშირის თქმაც ამ საკითხზე ალბათ შეგვიძლია, სანამ ჩვენს კრიზისის სიტუაციაში არ აღვიჩნდით. ლალის ხმაურიან არა, ნამდვილად ბათუმური ამბავია თავისი სლენგებით, თავისი შეფასებებით, თავისი ქუჩის ცუგოებით. და ჩემი მიუხედავად იმისა, რომ ასე ექსტრაორდინალურ სიტუაციაში ვარ, არ ვღალატობ ჩემი გადაცემის სტრუქტურას და რაღაცა ბოლოს იქნებ რაღაცა ყავაზე თქვა, ბათუმურ ყავაზე, იმიტომ რომ ვალისთან ყავაზე შემთხვევით არ ქვია ჩემს პოდკასტს. აი რა არის ჩემთვის ყავა? ჩემთვის ყავა პირველ რიგში ასოცირდება სიამოვნებასთან, განსაკუთრებით ეს ბათუმური ყავა. ასოცირდება ინფორმაციებთანაც მათ შორის, რადგან ყავას ძირითადად მაშინ მივირთმევთ, როცა ან ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებთ, ან ინფორმაციას ვიღებთ საიდანღაც, ამიტომ ეს რაღაც ჭორაობის მომენტი რაც გვაქვს, ჩემთვის ეს ყველაფერი ასოცირებული არის ყავასთან, ამიტომ ესეთი მძიმე საკითხებიც კი, როცა განვიხილავთ მას ყავის ფონზე, ცოტა კი, ხელისუფლებებს უნდა ეშინოდეთ ყავის მის, იმიტომ რომ სამზარეულოებში იგეგმება რევოლუციები. აი როგორი ხიფათი შევცველი. განცხადებები გახასიათებს, რატო ცდილობ შეაშინო, დეზინფორმაცია გაავრცელო, რომელიც არის თუ არა დეზინფორმაცია არ ვიცით. კარგი, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, მგონია რომ ძალიან საინტერესო იყო. მგონია რომ ჩვენს მაყურებელსაც მოეწონებოდა, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე შეიგრძნობდა ბათუმურ განწყობას. კი, განსაკუთრებით. ყავასთან ერთად. ამით დაგემშვიდობებით. ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო თამარ გაბელაია.